მოგესალმებით რადიოს მსმენელებო, ეთერში არის კვლავ ფინანსური მოხილვა, ჩვენი ტრეიდერების ჰაბისა და რადიო კომერსანტის ერთობლივი გადაცემა და დღეს შევეცდებით რომ კვლავ საინტერესო ინფორმაციები გაგიზიაროთ, რომელიც ანალიტიკა არის, შეიძლება ვინმეს იყოს საინვესტიციო ნაწილიც, რომ დაინტერესდეს, ამიტომ მოდი კვლავ რა თქმა უნდა ნიკა წავადგინოთ, ნიკოლოზ წივწივაძე, ჩვენი ანალიტიკოსი, მენტორი და ნიკა როგორ ახარ? რა სიახლე? გამარჯობა, მოგესალმებით. გუშინ ცოტა საინტერესო მოვლენები მოხდა გლობალური მასშტაბით და ცოტა გამოგვიცოცხლა კვირა. ესე ითქმის, იმიტომ რომ განსაკუთრებული არაფერი არ ხდებოდა მიმდინარე კვირაში. საუბარი მაქვს ამერიკა-საუდის სამიტი შედგა, სადაც როგორც ამერიკულმა, ისე საუდის არაბეთის პოლიტიკურმა და ბიზნეს ფიგურებმა, წამყვან ფიგურებმა ისაუბრეს ძალიან ბევრ საკითხზე. მათ შორის იყო ისეთი საკითხები, რომლებზეც დღეს მოგვიწევს ჩვენ აუცილებლად საუბარი. მაგალითად, დასაქმების ბაზარზე ამას შევეხები ორი სიტყვით, დასაქმების ბაზარი ცოტა აისბერგული სიტუაცია გვაქვს. მან გულისხმობ იმას, რომ აისბერგის წვერზე ყველაფერი კარგად არის ციფრებზე, თუმცა ცოტა სიღრმისეულად ჩაუყვებით. სენტიმენტის შეგვეცვლება რა იგულისხმება მაშინ, რომ ბოლო თვეებში რამდენიმე დიდმა კომპანიამ ძალიან ბევრი დასაქმებული გაუშვა საკუთარი სამსახურებიდან, მანდედან ყველაზე საყურადღებო იყო Amazon-ის შემთხვევა, რომელმაც 60,000-ზე მეტი შუარგოლის ადამიანი გაუშვა სამსახურიდან და რობოტები ჩანაცვლება დაიწყო მათი. ხო, იქ მეც ვნახე ძალიან საინტერესო ფაქტია, იმიტომ რომ თუნდაც მე გავიხსენებ ეს არ არის დღევანდელი ამბავი, მაგრამ შარშან იყო თუ არ ვცდები, როცა Nvidia-მ გაუშვა სადაც 160,000-მდე პროგრამისტი და ჩაანაცვლა უბრალოდ მარტივი თავიანთი მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი. მოკლედ ეს პროგრესი, ანუ ეს პროცესი ჩანაცვლების აქტიურად მიმდინარეობს როგორც ჩანს შენი სიახლებიდანაც. კი, გუშინაც საუდის და ამერიკის სამიტზე ისაუბრეს ამაზე. მასკმა ისაუბრა ილონ მასკმა და თქვა ესეთი რაღაც, რომ ხედავ რომ რამდენიმე ათწლეულშიო შეიძლებაო მუშაობა უბრალოდ გახდესო არჩევით პრინციპით, რა ანუ გექნება არჩევანი იმუშაო თუ არაო. თუმცა როგორ გადაწყვეტენ მე ფინანსურ თემებს ამაზე დიდი რაღაცა დებატები არ ქონია და მაინტერესებს როგორ წარიმართება ამაზე თუნდაც დებატები, თუნდაც მოვლენები და ხო, ნახოთ რა იქნება. რაც შეეხება სამუშაო ბაზარს, დღეს იმედია ვიხილავთ უკვე სამუშაო ბაზრის შეფასების ეკონომიკურ ცვლადებს, იმიტომ რომ დიდი ხანი არ გამოსულა და ინფლაციის ცვლადებს გავსად იმედია არ დამალავენ ამასაც რა, იმიტომ რომ დიდი ხანია უკვე ვეღარ ვაფასებ სამუშაო ბაზარს და დღეს ბევრი რაღაც გადაწყვეტება ამ ცვლადებით. დაახლოებით 1 საათში გამოდის უკვე და ძალიან ბევრი რაღაცას გვეტყვის ეს ცვლადები. მაგნატილზეც დავამატებ, ძალიან კარგი არის მაგ ცვლადებს შევხედეთ და თან ისიც შევახსენოთ ჩვენს მსმენელებს, რომ ამერიკაში 43-45 წლის განმავლობაში იყო ეკონომიკური მოკლედ შეჩერება, შატდაუნი, პრაქტიკულად არ მუშაობდა ქვეყანა და დღეს რაც უნდა გამოვიდეს, ესეც არ იგით, მაგრამ რამდენჯერ გადადეს უკვე, უნდა გამოვიდეს სექტემბრის ცვლადები და არა ოქტომბრის ან ნოემბრის. ამიტომ ძალიან საინტერესო არის რა მოხდება, იმიტომ რომ ეს პირდაპირ მოქმედებს როგორც კაპიტალის ბაზარზე, ასევე მოქმედებს სავალუტო ბაზარზე, განსაკუთრებით როცა გვაქვს საუბარი, რომ თუ მაღალი უმუშევრობა იქნება ამერიკაში, მოუწევთ საკმაოდ დიდი რაოდენობის დაზღვევების გაცემა იმ დაკარგული სამსახურებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ წინა ხუთშაბათს ვახსენეთ კიდევაც, რომ ფედერალური რეზერვებიდან დაახლოებით 800,000-მდე ადამიანს არ აქვს მიღებული ხელფასი მთლიან ამერიკის მასშტაბით. ხო, ამიტომ ამ ნაწილზეც ცოტაოდენი ამბავი კიდევ ის არის, რომ მე რაც მაქვს ეგეწებული ანალიტიკა პატარა რაც მოვიძიეთ, რასაც ვაკვირდებით, ეს არის ასევე ტრამპის განცხადებები, მათ შორის ფედერალური რეზერვების ბოლო განახლება კი ვიცით რომ უნდა იყოს ფედერალური რეზერვების განაკვეთი დეკემბერში უნდა მოხდეს კიდევ ერთხელ აპირებენ რომ დააკორექტირონ და კიდევ უნდა შეამცირონ. საინტერესო არის როგორ აისახება ეს, რა თქმა უნდა, თუნდაც ქართულ ლართან მიმართებაში. და კიდევ დავამატებ, რომ ჯერ კიდევ ჯერომი პაუელი არის ფედერალური რეზერვების მოკლედ ხელმძღვანელი. უფრო გასაგები რო იყოს, ანუ ეგეწებული ამერიკის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. და ბატონი ჯერომს კიდევ აქვსვა და 2026 წლის მაისამდე გრძელდება მისი უფლებამოსილება, თუმცა ამერიკის პრეზიდენტი უკვე წინსწრებით საუბრობს თუ ვინ მოეწონებოდა რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, მოკლედ ფედერალური რეზერვების და ნუ ეს ძალიან არ მოეწონათ ამერიკაში, იმიტომ რომ
როგორც ყველა მოიცით და მოიხსენება, ეროვნული ბანკი არის სრულად აპოლიტიკური ორგანო და იქ ვინმე ჩარევა გენებავთ პრეზიდენტის გამოსვლა, რომ ვინ მოსწონს, ვინ არ მოსწონს და ვის ისურვებდა, რაღაცა დროებით ნიშნავს, რომ ხომ არ აპირებს ტრამპი გავლენები იქონიოს ეროვნული ბანკის თუნდაც შემდგომ კანდიდატურაზე. აი ეს ძალიან საინტერესო ამბავი იქნება, იმიტომ რომ დამოუკიდებლობა ხომ არ დაეკარგება შემთხვევით ეროვნულ ბანკს, იმიტომ რომ ეს ყოვლა დაუშვებელი ფაქტი არის, იმიტომ რომ ეს პრაქტიკულად მიუღებელი არის თელ სოფლიოში. კი, ქაოსის შექმნას აშკარად ცდილობს ტრამპი არა და ვერ ხედავ იმ მიზეზს, რის გამოც არ უნდა მოგწონდეს ადამიანს ჯერომ პაუელი, იმიტომ რომ იდეაში ხოლოდ თვითონ მარტო საკუთარი პოლიტიკებით გადაარჩინა ამერიკა რეცესიის სერიოზული რისკებისგან. ამის მადლობელი უნდა იყოს ჩემი აზრით ტრამპი არამც თუ ესეთი რაღაცა რადიკალური განცხადებები იქონიოს, რითაც უკვე დამოუკიდებლობას ეხება საკუთარი ქვეყნის ეროვნული ბანკისას. ხო, ბევრი ვერ ხდება, მაგრამ თუ კოვიდის პერიოდში არ მოხდა, მეგობრებო, ფინანსური კოლაფსი მთელ სოფლიოში, ეს არის ერთი ადამიანის დამსახურება, ეს არის ბატონი ჯერომი და მადლობა მას აქედან, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი საქმე შეასრულა. ის რომ ძალიან მყისიერად რა გააკეთა ეგეთი რომ ბაიმ რომ ახსნათ რომ ძალიან მყისიერად დაიწყო რეფინანსების განაკვეთის გაზდა და აიყვანა 5.5%-ზე 9.25-დან და ამით პრაქტიკულად ინფლაციის მაჩვენებელი 9.1-დან ჩამოიყვანა 2.3-მდე 3%-ის ფარგლებში. ხო, ამიტომ ეს არის მისი უდიდესი დამსახურება, რომ არ განმეორდა 2008-2009 წლის ფინანსური კრახი, კრიზისი და მოკეთ აგვარიდა მთელ საფრთხეს. მაგრამ ნიკა იმასაც ვახსენოთ, რომ ამ ყველა ეკონომიკური ცვლადების გამოსვლასთან ერთად ბიტკოინი ძალიან ცუდღეშია, სულ რაღაც გუშინ მისი ღირებულება იყო 88,842 დოლარი, ან 4.8%-იანი ვარდნა ქონდა რეალურად აი ამ მიმდინარე მოვლენების ფარგლებში, რაც დღეს უნდა გამოცხადეს და ასე შემდგომ, რა შიში დაინერგა შენი აზრით, ბარემ რომ აუხსნათ, აი რატომ არის ასეთი შიში და განცდად, რომ კრიპტოვალუტების მიმართ ასეთი თუნდაც მხარაჭერის შემდგომ არის საკმაოდ დაღმავალი მოძრაობა ალტკოინებში და მათ შორის კრიპტოვალუტების ყველა მოკეთ მონეტაში. ხო, ალტკოინებში ალბათ იმიტომ რომ მაინც მთლიანი ბოლო 3 წელი რო ავიღოთ, ბიტკოინი არის დომინანტი და ბიტკოინის პატარა ჩამოვარდნებს, ალტკოინების ინვესტორები განიცდიან შიშს. ამიტომ ხო ალტკოინის ბაზარი ბევრად უფრო სუსტად გამოიყურება ვიდრე ბიტკოინის ბაზარი. რაც შეეხება ბიტკოინის ვარდნას, შეიძლება გამოწვეული იყო გუშინ იმით, რომ გუშინ დოლარის ინდექსის ცოტა გაძლიერებას ვიხილეთ. შეიძლება მანდანაც იყოს გამოწვეული, თუმცა მაკრო საკითხებსაც და რაღაც გეოპოლიტიკურ საკითხებსაც რო შევეხოთ, ხედავთ განცხადებებს და ხედავთ ასევე იმ მაჩვენებლებსაც, რაზეც მე და შესაუბრობთ, რომ BlackRock-ის ETF-ებიდან ერთიანი გადინება, ზუსტად გუშინ ვამზადებით, იმიტომ რომ ჩვენი მიზანია რომ ძალიან რაღაცა ახალი ინფორმაცია მოგაწოდოთ, რაც მიმდინარე ხდება ახლა, რომ BlackRock-მა ერთდღიან რეკორდი მოხსნა ETF-ებიდან, მოგეთ გადინება მოხდა 523 მილიონი დოლარის გადინება მოხდა და მოგეთ ესეთი გადინება აქამდე არ ქონია. პრაქტიკულად გასცა თავისი ETF-დან მოგებები ამ სურვილების ვინც მოგეთ ETF-ში ფული ქონდა დაბანდებული. ამიტომ რაღაცად ვფიქრობ, რომ რაღაცა მათ შორის კიდევ ერთი ამ თემაზე ბარემ საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა Wolf Research-ის ანალიტიკოსმა რობ გინსბერგმა, რომ რეალურად გძულს ტერმინი კრიპტოზამთარის გამოყენებაა, იმიტომ რომ კრიპტოზამთარი ნიშნავს იმას, რომ მიიწინოს უნდა ბაზარმა და სწორედ ასეთი კორექციების მოლოდინში არიანო შესაძლოა, რომ კორექციები გაგრძელდეს, მაგრამ თან მე მახსენდება, რომ რეფინანსირებაც უნდა შეიცვალოს და რაღაცად აი 50-50-ზე მგონია, მთლად არ მინდა რომ ვიჩქაროთ, თქვა რომ რაღაცად აი არ გვექნება კრიპტოს შემდგომი სვლების შემოგეთ პერიოდში, იმიტომ რომ ჯერ ახლა ვხვდებით რა მდგომარეობაშია კრიპტობაზარი. ხო, ეს ძალიან ის არის, რა მოკეთ კრიპტო ვიცით რომ ძალიან პოპულარულია სხვა შორის ბარემ უთხრათ ჩვენს მსმენელებსაც რომ ჩვენ ტრეიდერები საფსწორად ამ მიმართულებითაც მუშაობთ და გვაქვს იმის ფუფუნება რომ შევთავაზოთ იმ ჩემს მომხმარებლებს გამოცდილება რომ გაიარონ ჩვენთან ეს ეგრეთ წოდებული ყველანაირი კურსი რომ არ ქონდეთ შიში და მომავალში უფრო კარგად ხდებოდნენ თუ რა უწევს ბაზარს და როგორ შეიძლება რომ ამ ბაზარზე
თუნდაც საფონდო ბირჟებზე, forex ბაზრებზე, რომელსაც ჩვენ ხელმძღვანელობ საფონდო ბირჟების ნაწილში, მოკეთ ძალიან საინტერესო აქტივობები გვაქვს ჩვენ, მოკეთ როგორც ტრეიდერების hubs. ხო, იმიტომ რომ გვიწევს ამ ყველაფრის გაანალიზება, იმიტომ რომ ეს ერთგვარი ეგრეთ წოდებული ტრეიდინგ სიგნალებია, საინვესტიციო მიმართულებებია და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის ცოდნა, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია პრაქტიკულად ჩვენი ყოველდღიური აქტივობა არის ბაზრებზე. კიდევ რამე გვაქვს საინტერესო? კი, რაც შეეხება საფონდო ბაზრები ახსენე საფონდო ბირჟაზე გუშინ ესეთი საინტერესო რაღაც მოხდა, რომ დახურის შემდეგ გამოვიდა ყველაზე დიდი კომპანიის მსოფლიოში Nvidia-ს კვარტალური შემოსავლების რეპორტი, რომელიც იყო ნავარაუდებზე კარგი, ბევრად კარგიც კი, იმიტომ რომ მომგებიანობის მარჟები, კოეფიციენტები არის გაზრდილი იმაზე უფრო მეტად, ვიდრე იყო ნავარაუდები, მათ შორის შემოსავალი თითო აქციაზე ბევრად უფრო გაზრდილი იყო, ვიდრე იყო ნავარაუდები, ასევე ინვესტორთა წერილშიც საკმაოდ თავდაჯერებული ტონი იგრძნობოდა კომპანიაში, კომპანიის მმართველი რგოლისგან და ეს შეიძლება ხმამაღალი განაცხადის იყოს იმის შესახებ, რომ მინიმუმ 1 წელი AI-ზე მოთხოვნა შეიძლება ბევრად უფრო სწრაფი ტემპით გაიზარდოს, ანუ ხელოვნურ ინტელექტზე, ვიდრე ჩვენ ნებისმიერ ადამიანს გონია. ყველა მოუთმენად ეულდებოდა გუშინდელ ამ შედეგებს, იმიტომ რომ 5 ტრილიონიანი კომპანიის შემოსავლები რო გამოდის, რა თქმა უნდა, ბაზარზე ძალიან დიდი გავლენა შეიძლება ქონდეს. ვინაიდან რადგანაც ეს მოლოდინები გამართლა და პირიქით ბევრად უფრო პოზიტიური შედეგები ვიხილეთ, შეიძლება დღეს ქონდეს მწვანე დღე და დავიჭიროთ რაღაცა ახმოვალი ტენდენცია. ასევე პარასკევს, ანუ ხვალ გამოდის წარმოების და სერვისების ინდექსები, ISM-ის, რომლებიც ორივე მათგანი არიან 50-ზე მაღალ ნიშნულზე ნავარაუდები, ნიშნავს, რომ ელოდებიან გაფართოებას. თუ ეს ყველაფერი გამართლა, მაშინ უკვე ხვალიდან შეიძლება ვიხილოთ ერთკვირიანი აღმავალი ტენდენციას, რაც ფუნდამენტური მიზეზებით იქნება გამყარებული და არ უნდა გაგვიკვირდეს. ოღონდ რა თქმა უნდა ეს ჩვენ შემთხვევაში თუ დღევანდელი დასაქმების ცვლადები ხელშეგვიწყობენ. თუ გამოაცხადეს თან კიდე იმიტომ რომ გვეუბნებიან. და ბოლოს შეგახსენებთ რომ სულ რაღაც თითქმის საათსა და 15-50 წუთში იხსნება ბაზარი, ხა გადავხედეთ თან და აბსოლუტურად ყველა ტექ კომპანიები პრემარკეტზე უკვე $10-15 მაღლა არიან აწეულები და წინა დახურულ დღეთან მიმართებაში მოკეთ იგრძნობა ეს სიმწვანე, რომელსაც დღეს ველოდებით რომ უნდა იყოს. მოკეთ დაახლოებით რომ შევაჯამოთ ჩვენი ამბები, ხო და კიდევ ბოლო ბარემ რო თქვათ, ოქრო თავისას აკეთებს, მაინც მიდის და 4000-ის დაბლა. ცდილობა ქონდა რომ ჩასულიყო 1 უნციის ღირებულება, მაგრამ მაინც აიხა სულ რამდენიმე წუთი არ იყო რომ ისო ავიდა ზემოთ და აქტიურად მიმდინარეობს მისი მოკეთ ვაჭრობა სიმაღლეზე buy long პოზიციებზე და მოკეთ საინტერესო დღე გველოდება, იმიტომ რომ ჯერ ახლა იწყება ამერიკაში დღე, ჩვენთან კი საღამო არის და პრინციპში ეს იყო რაც შეებოდა რომ გაგვიზიარებინა პატარა ანალიზი და მონახაზი ჩვენს სპენელებში, იმედია რომ საინტერესო გამოგვივიდა ამ ინფორმაციების გაზიარება. კიდევ ერთხელ მადლობა ნიკა შენ და ჩვენს მსმენელებს დამშვიდობებით, შევხვდებით შემდეგ ხუთშაბათს კვლავ 16 საათს და 30 წუთზე დროებით.